საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. მთავრობამ ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც იქნება ანაკლის ღრმაწლოვან პორტში ოპერატორი, ერთ-ერთი ოპერატორი, მათ მოუწევთ, რა თქმა უნდა, ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ სრულად აღჭურვონ ნავმისადგომები. დაახლოებითი, ასე ვთქვათ, რო შევაჯამოთ, ჩვენ გეგმიურზე დამატებით ახალი მოდელიდან გამომდინარე დაახლოებით მოუწევს სახელმწიფოს 200 მილიონი დოლარის დამატებითი თანხის მობილიზება. დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე, ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე ანაკლის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. სულ თავიდან 2014-2016 წლებში პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ანაკლის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 59%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობა მესამე მოდელის შესახებ გვამცნო, რომლის მიხედვითაც ანაკლის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და ლენდლორდის პრინციპით განვითარდება. მოდელის მიმართ საქმიანი საზოგადოების შეფასებები, რაც ამ დრომდე BMG-ზე მოვისმინე, მეტწილად დადებითია. ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი, სტრატეგიულად მომწიფებული და ერთადერთი რეალური გზა. და ასევე არის უაღრესად პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ასევე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ასევე ეს მოდელი არის პოზიტიური გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. შეიძლება ითქვას საუკეთესო წინაპირობაა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ანაკლის პორტი თავიდან იყო პოლიტიკური და ეხლა უფრო პოლიტიკური გახდა, ან პოლიტიკურ შეგრძნებაში ბევრი ინტერესი იკვეთება, მაგრამ ამავე დროს დიდი რესურსის ჩადება არავის არ სურს, რამე თუ ზოგს ეშინია, იქნება თუ არა თვირთი ზოგს ეშინია სამეზობლოს გამო, ანუ ფაქტი არის, რომ პროექტი პოლიტიკურია, რაც რისკებს ზრდის ყველა პოტენციალური ინვესტორისთვის. ფაქტი ისაც არის, რომ ჩინური ინვესტიცია ამერიკელებს აშინებდა, ფაქტი ის არის, რომ აი გადავალე მოვლენებს და ბოლო ამდენიმე თვეში ამდენიმე მსხვილი დელეგაცია ჩავიდა პორტში, იყო ბოლოს უზბეკური ჯგუფი საკმაოდ მაღალ დონეზე, თურქმენული, მანამდე ამერიკული, რაც გარკვეულ ნიშნებს იძლევა, რომ ინტერესი ყველას აქვს, მაგრამ ალბათ ცოტა-ცოტა. ის თქმა მინდა, რომ რეალურად ქვეყანა სჭირდება ეხლა ვიდრე მანამდე მსხვილი პროექტები, რომელშიც ჩაიდება რესურსი. ანუ ეს კიდე ერთი არგუმენტი არის, რომ ალბათ სახელმწიფო ეხლა უფრო სწრაფად შეძლებს ამ ვერსიით წასვლას წინ. უკვე ძალიან დიდი ხანია გულშემატკივრობთ ანაკლის პორტის მშენებლობას და ასევე ფოთის განვითარების პროექტს, რადგანაც ჩვენ გქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ და დავამუშავოთ ტვირთი. შესაბამისად, ის დაანონსებული ინფორმაცია, რომ ანაკლის პორტი მშენებლობა იქნება და აუცილებლად იქნება ამა თუ იმ პირობით, მაინც დადებითად არის და აუცილებლად გულშემატკივრობთ ამ პროექტს. იმ კითხვაზე თუ რა პრინციპს მოგცემს ეს პრინციპი, თქვათ ლენდლორდის პრინციპი, შეგვიძლია მაინც დადებითად შევაფასოთ, რადგანაც მშენებლობა და გაკეთება მაინც პრიორიტეტი რჩება ჩვენი ექსპედიტორებისთვის. მაინც გვინდა რომ არსებობდეს, ასე ვთქვათ. ამდენი ხანი გვესმოდა ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობის და სხვადასხვა მხრის ჩართულობა ამ მშენებლობაში, მაგრამ მაინც კონკრეტული ნაბიჯები უბრალოდ ჯერჯერობით არ გვინახავს. შესაბამისად, ჩვენ მაინც დადებითად ვეგებებით ამ განცხადებას და რაც შეიძლება მალე მინდა რომ მოხდეს ეს მშენებლობა და გქონდეს ექსპედიტორებს არჩევანი
თქვათ ვიმუშაოთ ერთ ადგილას, მეორე ადგილას, მესამე ადგილას ეს იქნება ანეკლი, აფოთი თუ რომელიმე სხვა პორტი. ლენდლორდის მოდელი დღესდღეობით მსოფლიოს მსხვილი და საშუალო პორტების მართვის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ფორმაა. მისი არსი საჯარო და კერძო სექტორს შორის პასუხისმგებლობების მკაცრ გამიჯვნოში მდგომარეობს, სადაც სახელმწიფო გამოდის მიწათმფლობელის, იგივე ლენდლორდის, ხოლო კერძო კომპანიები მოიჯარეების როლში. მოდელის არსი მარტივია, სახელმწიფო მიწის მესაკუთრე და ბაზისური ინფრასტრუქტურის მშენებელია, ხოლო კერძო ბიზნესი, ოპერატორი და ტერმინალის აღჭურვილობის ინვესტორი. უფრო დეტალურად რას აკეთებს და რას ფლობს სახელმწიფო. ფლობს პორტის მიწას და აკვატორიას, აშენებს საბაზისო ინფრასტრუქტურას, იქნება ეს ტალმტექი, ფსკერის დაღრმავება, ნავსადგომის კედლები თუ გზები და რკინიგზა. პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე და გარემოს დაცვით რეგულაციებზე. რას აკეთებს და რას ფლობს კერძო სექტორი. იჯარით, კონცესიით იგებს სპორტის კონკრეტულ ტერმინალს, მაგალითად 30-50 წლით, აშენებს ზედნაშენებს, superstructures, ამწეებს, საწყობებს, ტერმინალებს, მართავს ყოველდღიურ ოპერაციებს და იღებს კომერციულ რისკს. ლენდლორდის მოდელი ფართოდ გავრცელებული მოდელია. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპის უმსხვილესმა პორტებმა, პირველ რიგში როტერდამმა, ნიდერლანდებში და შემდეგ ანტვერპენმა, ბელგიაში დაიწყეს სპორტის მიმდებარე მიწების კერძო, ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური გიგანტებისთვის იჯარით გადაცემა. შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის, ასევე ლოს-ანჯელესის პორტები 10 წლეულებია ამ პრინციპით მუშაობენ. მოგვიანებით ეს მოდელი დანერგა სინგაპურმაც. 2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გამოსცა Port Reform Toolkit, პორტების რეფორმირების სახელმძღვანელო, სადაც საზღვაო პორტების მართვის 4 ძირითადი მოდელი განსაზღვრა: Public Service Port, Tool Port, Landlord Port და Fully Private Port. მსოფლიო ბანკმა ლენდლორდი აღიარა ოქროს სტანდარტად. გადაცემის მზადების დროს რა ლიტერატურა და გამოცდილებაც დავამუშავე, მკაფიოდ აჩვენებს, რომ ოქროს სტანდარტს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, რომელთა განუხრელი დაცვის გარეშე მოდელი წარმატებული ვერ იქნება. ლენდლორდის მოდელის წარმატებული რეალიზაციისთვის უმთავრესი წინაპირობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციების მკაცრი ინსტიტუციური გამიჯვნა, რაც პირველ რიგში პოლიტიკური გავლენებისგან დაცული, სრულიად ავტონომიური პორტის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას მოითხოვს. თავად მსოფლიო ბანკი უსვამს ხაზს, რომ ეს ორგანო მხოლოდ მიწის მართვით და რეგულირებით უნდა შემოიფარგლოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს კომერციულ კონკურენციაში კერძო ოპერატორებთან. დამატებით, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ უახლესი საზღვაო ინფრასტრუქტურაც კი აზრს კარგავს მულტიმოდალური შიდა კავშირების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პორტის ეფექტურობა პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ მის ჭიშკრამდე მაღალი გამტარ-უნარიანობის სარკინიგზო და საავტომობილო ქსელების დროულ მიყვანაზე. ვინაიდან მოდელი სახელმწიფოს აკისრებს საბაზისო საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მთავრობას უნდა გააჩნდეს მყარი სუვერენული ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ტალმტექების მშენებლობა და ფსკერის დაღრმავება კერძო ტერმინალების განვითარებასთან დროში ზუსტად სინქრონიზდეს. და რაც მთავარია, საერთაშორისო გიგანტი ოპერატორების მოსაზიდად კრიტიკულია პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო, სადაც 10 წლეულებზე გათვლილი საიჯარო და კონცესიური ხელშეკრულებების ხელშეუხებლობა გარანტირებული უნდა იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობის, ისე საერთაშორისო არბიტრაჟების დონეზე. შორს რომ არ წავიდეთ და ისევ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები ავიღოთ, ნათლად გამოჩნდება, რამდენად მზად არის მთავრობა მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. თან იმ პირობებში, როცა მთავრობა ჯიუტად იმეორებს, რომ პირველ გემს პორტი უკვე 2029 წელს მიიღებს. 2029 წელს ჩვენ ანაკრის ღრმაწყვილო პორტში მივიღებთ პირველ გემს. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ღია, ძალიან გამჭვირვალე პროცესს იმისთვის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტში, ანაკრის ღრმაწყვილო პორტში დავიწყოთ უფრო სიღრმისეული, უფრო გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში უკვე რამდენადაც ჩვენ უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შერჩევის პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება.
მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მთელი მმართველობის განმავლობაში და ახლა თქვენს ეკრანებზე ინტერაქტიულად სწორედ 2013-2024 წლების მონაცემებს ხედავთ ინდიკატორების მიხედვით, კარგი მმართველობისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი 2024 წლის მდგომარეობით საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. თავად მმართველობის ინდექსი 6%-ული პუნქტით არის გაუარესებული. ახლა ცოტა დეტალურად მინდა შევხედოთ, რა ფორმაში მყოფმა მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე ანაკლის გრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ინიციატივა. მთავრობის ეფექტიანობა. მსოფლიო ბანკისგან ამაზე დაბალი ქულა მთავრობას მხოლოდ 2020 წელს პანდემიის დროს ჰქონდა მინიჭებული, როცა მთელს მსოფლიოში არავინ არაფერი იცოდა ახალი ვირუსის მართვის შესახებ. კორუფციისგან კონტროლი ყველაზე დაბალი ქულა 2013 წლიდან მოყოლებული. რეგულირების ხარისხი ყველაზე დაბალი ქულა აქაც 2013 წლიდან მოყოლებული. კანონის უზენაესობა აქაც ყველაზე დაბალი ქულა 2013 წლიდან მოყოლებული. ცალკე მინდა გამოვყო დარჩენილი ორი ინდიკატორი: ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური სტაბილურობა. ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში მკაფიო აქცენტი მოვისმინეთ, რომ ღია და გამჭვირვალე პროცესს ვიწყებთო. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით ანგარიშვალდებულების ინდიკატორი ყველაზე დაბალია 2013 წლიდან მოყოლებული, მათ შორის იმაზე დაბალიც არის, ვიდრე 2020 წელს იყო პანდემიის დროს, როცა მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიოც პრინციპში ცაიდნოტში ჩავარდა. და ბოლო ინდიკატორი, პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი, დამეთანხმებით ალბათ და წესით თავად ქართული ოცნებაც უნდა დამეთანხმოს, თუმცა წესის მიხედვით აქვე ვუთითებ, რომ ჩემს საავტორო აზრს გიზიარებთ, როცა ამ მასშტაბის პროექცია საუბარი, როცა გრძელვადიანი იჯარით და არა საკუთრებით უნდა იყვნენ კერძო ინვესტორები ქვეყანაში წარმოუდგენლები და ასე შემდეგ, ამ მასშტაბის კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შეიძლება უფრო კრიტიკულადაც ქვეყნის შიგნით. მსოფლიო ბანკის მიხედვით ეს ინდიკატორიც 2013 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ონლაინ შეხვედრას ვესწრებოდი, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და სადაც საქართველოში IMF-ის ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ წარადგინა ფონდის მიერ მომზადებული ძალიან საინტერესო კვლევა. კვლევაში მათ შორის მოცემულია საკმაოდ დეტალური ანალიზი გალფის ქვეყნებსა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის არსებულ ლოგისტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებითაც. კვლევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზეც განთავსდა და ამიტომ მინდა რამდენიმე ასპექტზე ძალიან მოკლედ შევაჩერო თქვენი ყურადღება. ამ კვლევის მიხედვით კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს ინარჩუნებს მმართველობის ყველაზე მაღალ ინდექსს, კარგად რომ გვესმოდეს სომხეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, ყირგიზეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან შედარებით. საინტერესო ასევე სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული footprint, ყვალი, ჩარევა, როლი, მზუსტად ვერ შეუსაბამე. საქართველოს შემთხვევაში ეს ტენდენცია აშკარად მზარდია და ჩვენც ამ ეთერშიც სხვადასხვა სტუმართან ერთად არაერთხელ გვიმსჯელია ამ ტენდენციაზე და ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახსენებს იმ მოსაზრებასაც, რომ სახელმწიფოს დიდი დოზით წარმოდგენამ ეკონომიკაში შესაძლოა ხელი შეუშალოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც კომერციული ინტერესი ისედაც მაღალია. საინტერესოა კვლევის კიდევ ერთი მიგნება, IMF-ის მიხედვით სომხეთის და ყაზახეთის ეკონომიკები უფრო ლიბერალიზებულია ვიდრე საქართველოსი. რაც შეეხება ვაჭრობის გააქტიურებას, როგორც საქონლის, ისე სერვისების ვაჭრობის გააქტიურებისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კავკასიის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოსაც, ლოგისტიკის და მმართველობის გაუმჯობესებას ურჩევს. მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამ ტანდემს შეუძლია ყველაზე დიდი გავლენა იქონიოს ვაჭრობის გააქტიურებაზე და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. გაგიზიარებთ იმასაც, რომ გადაცემის მზადების დროს ჩემთვის სულ ვფიქრობდი, სულ თავდაპირველ მოდელში ჩაფიქრებული იყო არა მხოლოდ პორტის დაღრმავება, არამედ ქალაქის მშენებლობაც, რაც ჩემთვის ამ პროექტს აქცევდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სწორედ ეკონომიკურ პროექტადაც. თუ თავად ღრმაწყლოვანი პორტის ეგრეთ წოდებული bankability, კომერციული დასაბუთება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილიყო, ქალაქი მას დამატებით ეკონომიკურ მიმზიდველობას მატებდა. რამდენად რეალისტურია ქალაქის გაშენებაც, თუ ამ მოდელს გავყვებით? ეს ალბათ კითხვაა, რადგან ქართული ოცნების message box-ში აქცენტი აშკარად მხოლოდ პორტზე კეთდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქცენტი ლოგისტიკასა და მმართველობაზე შემთხვევით აქცენტად ალბათ არ უნდა მივიჩნიოთ. მეტიც, ჩემი საავტორო მოსაზრება
მოსაზრებაა ისევ რომ უფრო ვიწრო თუ უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნების კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის იქნება, ვინ გააუმჯობესებს ამ მონაცემებს დინამიკაში. საქართველოს მთავარი ამოცანაც ალბათ ეს უნდა იყოს.